გადავედით ახლა რესტორნებზე. ეს არის ის ზონა, სადაც ალბათ კომფორტული უნდა იყოს და ისეთი მასალა უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას უძლებს. ხო, მართალია, უნდა უძლებდეს რაღაცების დასხმას, ვიღაცამ დაამტვრიოს ჭურჭელი და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სამი მასალა, რაც მაქვს მე აღებული ახლა და შემიძლია ესე თამამად დავიცვა, თამამად უძლებს აი ამ ყველაფერს. და რესტორნის ზონაში ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი გამოდის სხვადასხვა მასალის კომბინაციები. ეს ახლა ნუ არის რაღაცა მოზაიკური ჩანართები მიკროცემენტთან ერთად და აი სხვადასხვა ტიპის მაგალითად პარკეტის და ამ შემთხვევაში ნუ ზუსტად ახლა ვერ მივხვდებით რა მასალაა გამოყენებული და ნუ ვივარაუდოთ რომ ეს არის კერამოგრანიტი და პარკეტი ერთად ძალიან ლამაზი გამოდის, ასე მგონია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ცოტა ისეთი სითბოს შესაქმნელად, ხო, მაინც ჩაუნაცვლებელია ჩემთვის ხის ფაქტურა და ზოგადად ხე. იმიტომ რომ პარკეტი, რომელიც არის ბუნებრივი მასალა, ხო, მაინც რესტორანი, სხვადასხვა ტიპის რესტორნები არსებობს, რა თქმა უნდა და ისეთი ტიპის რესტორნისთვის, სადაც გინდა რომ შექმნა ცოტა ისეთი მყუდრო გარემო, მაგისთვის მე მგონი არაჩვეულებრივი არის პარკეტი. და ნუ მიკროცემენტიც სხვადასხვა ზონებში და კერამოგრანიტიც ეს არის უნაკერო შემთხვევა, სადაც ნაკერი არ აქვს მიკროცემენტს, მოსავლელადაც არის არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ შეგიძლია არ გაუკეთო პლინტუსები, მაგალითად ერთ-ერთი კარგი და დადებითი თვისება რაც აქვს, ხო? მთლიანად ესე კედელზეც აიყვანო მიკროცემენტი, მთლიანად ერთი სივრცე გააკეთო მიკროცემენტით და აი ეს სიმთლიანი და რაღაცა განსაკუთრებული სივრცე მისცე მიკროცემენტს და მოსავლელოთაც ძალიან მარტივია. მოდი მაგაზეც ვილაპარაკებ გაბზარვასთან დაკავშირებით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ აკეთებს და ვინ აკეთებს. აი რო ვლაპარაკობდი სწორ ეტაპებზე, ხო? ანუ აი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც გავაკეთეთ, იყო არასწორად გაკეთებული, დასხმული და მერე გაბზარვა მოხდა და როგორც აღმოვაჩინე, 7 დღე ჭირდება, 7 ფენიანი მიკროცემენტი აქვს, მაგალითად შემადგენლობა არის ისეთი, რომ 7 ფენა ჭირდება და ყოველ ფენის წასმის შემდეგ თითო დღე უნდა ელოდო. ანუ როცა არასწორად კეთდება მიკროცემენტი, ხო? აი ალბათ 50% არის შანსი რომ დაიბზაროს რა. ხო, კიდე ნუ ეს ერთიანი სივრცე, რომ შემიძლია ავეჯიც, MDF-იც მოვაპირკეთო, შემიძლია კედელზე ავიდე, კედელი მოვაპირკეთო, ჭერი მოვაპირკეთო მიკროცემენტით. მე მგონი ვის იმდენად აქტუალური გახდა ამ ბოლო დროს მიკროცემენტით მოპირკეთებული სივრცეები, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ლამაზი გამოდის. სხვადასხვა ფერის კომბინაციიდან ერთიანი ფერის შექმნა, რომ ერთიანი ფერით შექმნა რაღაცა საოცარი სივრცე და ვინც ყოფილა მიკროცემენტიან სივრცეში, სადაც იატაკზე, ჭერზე და კედლებზე გამოყენებულია მიკროცემენტი, მგონია რომ ეს ეფექტი დაუვიწყარია. მე ძალიან ხშირად ვიძახი ხოლმე, რომ ხელოვნური მასალები იმდენად დაიხვეწა, განსაკუთრებით ფოტოებზე ვერ გაიგებ. ეს ახლა ვინილია თუ ნატურალური პარკეტია გამოყენებული. აი კედლის პანელებიც ეგრეა, ვერ გაიგებ ფოტოზე, რომელი ვერსია გამოყენებული. რა თქმა უნდა, მე გავუწევ რეკომენდაციას ვინილის იატაკს, ნებისმიერი ვიზუალით, ხის ეფექტით თუ ქვის ეფექტით. ყველაზე დიდი პლუსი რაც არის ის, რომ არ ემჩნევა, თუმცა ეს კერამოგრანიტიც არ ემჩნევა, მაგრამ ვინილის იატაკს არ ემჩნევა ფეხსაცმლის ნაკვალევი. და განსაკუთრებულად დიდ ტრაფიკ ზონებისთვის არის რაღაცებზე მინდა შეგიკამათო ხოლმე და რაღაცებს ვიტყვი ხოლმე, როგორიც ანუ ვინილის იატაკზე მაგალითად რაღაცა რამდენიმე ადამიანმა თქვა, რომ იფხაჭნება, დამეფხაჭნა, გამიცვდა და ასე შემდეგ და შენ არგუმენტს მოვისმენდი, იმიტომ რომ საინტერესო არის რა. რომ თქვენს გაითვალისწინოთ, ალბათ საინტერესოა, რომ კი, ეხლა ყურეთ მაგ თემაზე როცა ვისაუბრეთ, მე და შენ ეს ამბავი გავიარეთ და პირველი კითხვა რაც იყო, ეგ იყო, რომ რა ტიპის ვინილი იყიდა იმ ადამიანმა. როგორც წესი მაღაზიებში რო იყიდება ხოლმე ეს ვინილი, მხოლოდ რაღაცა კოლექცია წერია ხოლმე და ფასი და ნუ რაღაცა ხანდახან მომხიბვლელია ეს. არავინ არ უყურებს რა წერია ტექნიკურ მონაცემებში. მაგალითად უნდა ეწეროს იქ, რომ ეს დამცავის ფენა, რომელიც არის, თუ ჩვენ შედგენილ ვინილზე ვლაპარაკობ, დამცავი ფენა, რომელიც არის 0.3-იანი, 0.55-იანი ან 0.7-იანი. როგორც წესი ამ ნაწილს
მოდი გამყიდვლებს ვიტყვი, მომწოდებლები, ანუ ადგილობრივი მემწარმოებლებზე არ ვლაპარაკობ, მე მომწოდებლებზე ვსაუბრობ, როგორც წესი ამ ინფორმაციას მალავენ, როცა არ ჭირდებათ მისი აფიშირება. Ну, რაღაცი კონკურენტული უპირატესობების გამო. Როგორ შეიძლება იმ ადამიანმა არ მიაქცია ყურადღება დამცავ ფენას პირველი, შეიძლება მწარმოებელს არ მიაქცია ჩვენ კოლეგებს რაღაცა დონეზე ეს ხო, და ინფორმაცია მესამე თემა, რამდენი ხნის წინ გააკეთა იმ ადამიანმა ეს თემა, იმიტომ რომ მიკროცემენტს, ანუ ყველა პროდუქტს აქვს რაღაცა სიცოცხლის პერიოდი. ახალი პროდუქტი როცა არის ხოლმე შემოსული, ჩვენ თვითონაც ბევრი რაღაცეები არ ვიცით. მომწოდებლებმა რომ ვარჩევ და ვკითხულობ და გამოცდილებებზე ბევრი ინფორმაციას. ვინილი რამდენი წელი რაც შემოვიდა? მე მახსოვს პირველად ჩვენ რო ვინილი შემოვიტანე, ჯერ კიდევ ძველი Riverside არსებობდა, იყო 2007 წელი, იმიტომ რომ ომამდე იყო. ოღონდ ჩამოვიტანეთ ჩინური ვერსია და საკმაოდ მაღალი ფასი ღირდა და აი ძალიან გაუჭირდა ხალხს მისი მიღება. ხო, ეს იყო, ამ ჩემ შემთხვევაში იყო 2007 წელი. მე არ ვიცი სხვა კომპანიებში როგორ იყო. არა, ვინილი იყო. არა, ვიზუალურად სხვათა შორის მე შენიშვნაც მქონდა ირაკლის ისტორიის იყო, იმიტომ რომ ინგას მაგას ვეუბნებოდი, რომ ადრე ვინილის გამოყენება რო გვინდოდა ხოლმე, აპ ლინოლეუმს გავს და არ გამოვიყენოთ, დამკვეთებს ძალიან ხშირად უთქვავთ ეგეთი რაღაცა და ალბათ თანამედროვე მასალებზე რაც ახლა ვიზუალებს ვხედავთ, გაგვიჭირდება იგივეს თქმა. ჯანმრთელობის კუთხით გიპასუხებთ ეს ვინილი, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში მე არ შემიძლია პასპორტი, ტექნიკური მონაცემებით, აი ჩვენთან ამყოფე მე ესე ვავნები ხოლმე ყველაფერს არ დაუჯერო არასდროს ვინც რამეს ყიდის, ამოატრელე პასპორტი და წაიკითხე იმის უკან, რომელი ბრენდის საუბრო, მე იქ წერია ყველაფერი. არა, იქ წერია რომ არის ევროპული ხარისხის, არის ან არ გამოყოფს ფორმალდეჰიდებს და არის შეგიძლია გამოიყენოს საბავშვო ბაღებშიც კი. თუ დაუჯერებ ევროპულ ბრენდებს, რომლებიც ალბათ დასაჯერებელია, იმიტომ რომ საქართველოსთვის არ იქნება არც ერთი ეს პროდუქტი, ყველაფერი იქნება ევროპული ბაზრისთვის და ჩვენც სარგებლობთ. თუ ამ იმათ ტესტებს დაუჯერებთ და იმათ სერტიფიკატებს დაუჯერებთ, ყველაფერი გამოყენებადია, რა თქმა უნდა, შიდა ზონებშიც. ახლა ვიღაცას თუ განსაკუთრებული პრობლემები აქვს, მაგალითად ასთმის, ის ვექნება არგუმენტი ირაკლი, რომ მე მგონი აღარ არსებობს მასალა, რომელიც თავიდან ბოლომდე ბუნებრივია, ისიც კი დამუშავებულია, თუ არ ავიღებთ ნატურალურ ხეს, რომელსაც მე ალბათ ჭიები შეჭამენ თუ არ და ყველა პროდუქტს ჯამთელი არის. კი, ჯამთელი არის. ყველა პროდუქტს აქვს თავისი სერტიფიკატი. კომბინაციები აქაც შესაძლებელია ვინილის შემთხვევაში, ოღონდ ვინილს გააჩნია ორი ვერსია, ერთი არის რულონური ვერსია და მეორე არის მცირე ფორმატიანი, ანუ პარკეტის და მცირე ვერსიები, რომლებიც აი ეს ელასტიური ატაკები, რომლებიც ჩემი არჩევანია დღეს და რომელსაც მე წარმოვადგენ, ძალიან მარტივია ფორმების კომბინაციებში და აი სინთეზში. ძალიან მარტივია და თავისუფლებას რა თქმა უნდა გაძლევს. შესაძლებლობებით, აი ამ შემთხვევაშიც ეს არის ქვის ეფექტის და ხის ეფექტის ვინილის კომბინაცია. არჩევანი რომ იყოს, მე აუცილებლად VIP ზონებში, ყველა რესტორანში გამოვყოფდი აი მცირე რაღაცა ტექსტილის მასალით, ეს იქნებოდა ხალიჩა, ეს იქნებოდა რბილიატაკი თუ მოწნული ვინილი. Ну, რა თქმა უნდა, სიტუაციას გააჩნია, მაგრამ ესეთი მასალები განსაკუთრებულობის განცდას მატებს. და ნუ რა თქმა უნდა VIP ზონაში ნუ ჩემთვის იმდენად საყვარელი არ ბილეტაკი და იმდენად მისაღებია რა ვიცი აი ყველა ზონაში შემიძლია წარმოვიდგინო აუზშიც გავაკეთებდი